ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. კიდევ ერთხელ სულითა და გულით გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერებასა და სიკეთეს გისურვებთ. ხინი ქონოდეთ მრავალჯამიერ. დიდი მადლობა გუნდ მძლევარს და მის ხელმძღვანელს კახაონაშვილს. ამასობაში სტუდიაში შემოგვიერთდნენ ბატონები დათო როსტომაშვილი და ბესო ვერულაშვილი. აბა ჩემო მეგობრებო, პირდაპირ საქმეზე გადავალ და მოგილოცავთ სული და გული. შობა ახალ წელს, სიკეთე, გახარება თქვენს ოჯახებს და ყველა ქართულ ოჯახს, რომელიც ახლა გვიცქერს, რომელიც შემდგომ ნახავს ამ გადაცემას, საერთოდ ყველა ქართველს, რომელიც ჩვენ სამშობლოში ცხოვრობს თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაულოცოთ ოჯახი და ყველაფერი საუკეთესო უსურვოთ ამ ახალ 2025 წელს. ყველაფერი საუკეთესო უსურვოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს. საუკეთესო ახალი წელი ყოფილიყოს და წარმატება არ მოკლებოდეთ რა. მინდა მიულოცო მთლიანად საქართველოს შობა ახალი წელი, ჯანმრთელობა, სიკეთე, მშვიდობა, რაც მთავარია, მინდა უსურვო ჩვენ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს. სიკეთისა ყოფილიყოს ბედნიერების, წინსვლის, წარმატების, მოშენების და მოჯიშების და ტრადიციულად ჩემი სავიზიტო ბარათით მინდა ჩვენს ძვირფას საზოგადოებას დღესაც, წელსაც და მრავალი წელი ღმერთმა შეგვაძლებინოს მილოცვა. ღმერთმა მოგცე შნოსა დროსა ჯანი ჯანმრთელობას, სურვილის და შესაძლებლობას, მისვლომოს მოფერები, ჩახუტები, ჭიქიაწების, დობი გამოხატოს, ერთმანეთის სიყვარულისა, მოფერების ატანისა და გატანისა, მტერი დაგვიმარცხოს, მოყვარე კიდე გვიმრავლოს, ერთი იგრე გაგვიმარჯოს, სულ გაგვიმარჯოთ, თქვენ გენაცვალეთ თქვენა. 30 წელია აი ამ დალოცვას ვისმენ და ვერც ერთხელ ვერ დავიზეპირე. კარჩქარა ვიზახირო. საფიროა. წინა გადაცემაში რომ ვიყავი, გახსოვთ ის თევზის ამბავი რომ მოვყევი ჩემ მეგობარს, ოქროს თევზი რომ ყავს. დიდ აკვარიუმში თვითონ რო აჭვევს მარტო. რატო აჭვევ მეთქი ხო ვკითხე და ეს ერთადერთიო როგორ არ მიყვარდეს, ერთადერთიაო ჩემს ცხოვრებაშიო, ვინც პირს აღებს და ფულს არ მთხოვსო. მარტო გადავი. ამას წინებზე ვიყავი მისული და ეს ოქროს თევზი ამ ხელა აკვარიუმში ყავდა და გამიკვირდა კაცო იმ ხელა აკვარიუმიდან ამაგორა. ხო მშვიდობაა რა მოხდა მეთქი და გადაცემა უყურებიაო. ამანაც ფულის თხოვნა დაიწყოო და დავსაჯე და ბინაში უცვალეო. გავაგზელებ, ბათუმის ამბავს გავაგზელებ, მეგობარი არის ჩვენი, ავკარგიანი კაცია ზაური გოგიტიძე და ხო იცი, მაგარი მაშინა ხარ აჭარაში, ზაფხულში როცა ხარ მასპინძელი. ზამთარში ყველა შეუძლება სპეციალურად. სეზონი გადასულია უკვე. და ბათუმში ვართ, მოკლედ ისეთი ამბავი რესტორანი წინასწარ თუ არ დაჯავშნე. შანსი არ არის რომ საღამოს რესტორანში მოხვდე რა.
და რეკავს ეხა რესტორანში და ეუბნება რომ თბილისიდანო სტუმრები მყავსო. თან ხმა მაღალზე აქვს ჩართული რა. და აბა შენიციო რა. მუსიკა რამე ყველაფერი ხომაო? კითხა და კიო გამოვალი მდგომარეობაო. რა ის გამოვალი მდგომარეობა ხალხი ყავს თავი არ მომჭრა უთხრა სადმე ჩიმიდგი მაგიდაო უთხრა. მივედით რესტორანში და მარტო 3 მაგი დაიჯდა დანარჩენი ცარიელი იყო და გაოცდა ეხლა ეს და თან ამას ეკითხება მენეჯერს. აიაო გამოვალი მდგომარეობაო მარტო 3 მაგი და დაკავებულიო და ბენდიაო დღეს გამოვალი მდგომარეობა უკრავს. ერთი ჩვენი ჯიგარი მივიდა ექიმთან რა და ექიმო ისეთი წამალი მინდაო. აი უკვდავი რო გავხდეო რა. უკვდავების წამალი მინდაო. ცოლი ყავს ამაგითხა. არაო, ცოლი მოიყვანეო უთხრა. უკვდავი გავხდებიო? არა, უკვდავების სურვილი გაგიქრებაო. ესო შენ გააგზავნე ხა. მეც მახსენდება რამოდენიმე კარგი ისტორია ერთი აი გაყინულ 90-იანებში მაშინ პასიანსში ვიყავი მე და პასიანს ჰქონდა საახალწლო ნაძვისხე 28 კონცერტი გაყინულ გათოშილ სპორტის სასახლეში როგორია მაგრამ ისეთი ლამაზი ბავშვები იყვნენ რომ სიცივეს ვერავინ ვერ გრძნობდით და პირიქით ერთად ვცეკვავდით ერთად ვღეროდით და მოკლედ მაგარი სიხარული იყო ეხლა პირველი კონცერტი დამთავრდა და მეორე კონცერტი რაღაცა ხო გვინდა პატარა ჩვენს გავთმეთ ეხლა რა შეგვცივდა შესვენების დროს და გავთამამდით და ცოტა პატარა ჩაუფინეთ მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი და მე ვარ თოვლის papa ეხლა წარმოიდგინე რამდენი კონცერტი ვიყავდა 28 კონცერტი ყოველ წელს რა და ერთი 5 წელი გრძელდებოდა რა როგორი დაგიგროვდა თაობები დამიგროვდა რომელი არის მერე ყველაზე ბევრ სურათს შემთან იღებდა ხა ბავშვი იქ გელიც იყო დათვიც იყო ისიც იყო ესეც იყო მაგრამ ნუ ეხა თოვლის papa-ს და ყველა უნდა გადაიყოს რა სურათი და ერთ-ერთ ქორწილში ვარ თამადა და სიძე ბატონი მოვიდა და პოლაროიდით მომიტანა სურათი თოვლის papa ორ კალთაში მიზის სიძე და მე მაგის ქორწილში თამადა ვიყავი ვახშე გაიხარებო და გავხურდით რა ცოტა და მე ხა ნაბადი ყველაზე თბილად მე ვარ რა ნაბადი რა გილოცავთ ახალ წელს რაღაც დაბოხებული ხმი დავდივარ ეხა თემსოფლიში ხო სანტა-კლაუსი დიდი შედი წითელი ცხვირი რაღაცა ისა და ქართველი თოვლის papa ხანჯალი ნაბადი რა გილოცავ ახალ წელს რაზის ხევაინთე და ეგეთ კონდიციაში ვარ რა ცეკვავენ ბავშვები ხა რა მოცეკვავენ ბავშვები არიან 13 წლის ცეკვებს ცეკვავენ და ერთი 7 თუ 8 წუთი იყო ეს ნომერი რა იქვე მივჯექი ჩემოგია ეს ნაბადი ესე მოვიგდე კარგად ვარ უკვე და რომელ კონდიციაში ვიღვიძე ვიცი მთელი ბავშვები თოლის papa გაიმიჯე და მე გაიმიჯე კინას გაიმიჯე გადავიდე ისე წამოგვდი აბა ბავშვებო ჩამებით რა საჩამებით მე თვითონ ბურაში ვარ ჯერ ვერ გამოვფიქრი სადავარ მეთქი აქ რაბი ირმებს ეძებდა აბა მეთქი და მე ნუ შენ ის გაიხსენე გერმანიაში რო ვიყავით და ცხოვი რო შეხვდა იეზიდი ვენაცვალე ჩემს იეზიდებს ეხლა დანში გავიზარდე და სამეზობლოში ძალიან ბევრი მყავდა და რა თქმა უნდა მესმის ეხლა მაგათ საუბარი და მეც ასე თუ ისე ცოტა ვაპარაკობ. ახალი წლის პერიოდი არის და ტაქსი გერმანიაში რა. და უცებ რა იქ რაღაცა ლაპარაკი რამე და აღმოჩნდა იეზიდი და მე უთხარი სალათეზეთე ბომბორეკ პიროზბე. ეს არის იეზიდურად გილოცავ ახალ წელს. გამოშედა როგორი იმის სახე უნდა გენახა წაიშალა მაიმე აბა ერთხელაც ხوار მომესმაო მაგას ჩვენ ვერ ვიზახითო შენ საიდანო და მოკლედ უნდა გეკიდაღამ გადავებით მე წერეკიდაღამ დავარტყით იეზიდი თოვლის papa-ს რო უთხრეს ბავშვებმა ო ეს საბავშვო ბაღში მოკლედ დარაჯი შეიყვანეს რა თოვლის papa არ მოვიდაო და მოდი რა შენი ყავიო და იეზიდი იყო რა ჩვენი მეზობელი იყო და ჩააცვეს რაღაცა ეს გუდა გადაიკიდა და შევიდა გილოცავთ ახალი წელი ბავშვებო და ბავშვებმა უნდა კითხონ საიდან მოდიხარ თოვლის papa ამან უნდა უპასუხოს ტყიდან
და გილოცად ბავშვებმა ახალი წელი და საიდან მოდიხარ თოვლის ბაბუა ის ბავშვები ტყეშიდან შვილებო ტყეშიდან ბავშვების მიხრე ვინც იყო თოვლის ბაბუა მეფე არტური ახლა ყველას მოგეხსენებათ ფილმიც დანახი აქვს ზოგს აკითხული აქვს ზოგს დანახი აქვს რა და რაინდები შეკრიბა ესე ამ ლამაზ ჩვენს გვალი მაგი რაინდები ვარ შეკრებილი ამელოტი კი ბატონო და შიკრიკი შემოვარდა უცბად რა და მეფემ ბოდიში მოიხადა და გავიდა რამოდენიმე წუთი მაგრამ ერთი 10 წუთი შეაგვიანდა რა შემოვიდა და უთხრა რაინდებს რომ 11-მა დამტოვეთ და ლანსელოტ მარტო შენ დარჩიო უთხრა ოჰო ლანსელოტ ვერ არის საქმე კარგად ტვერი ძალიან ახლოს არისო სამეფოსაც სჭირდება ყურადღება და დედოფალსაც შენზე ძალიან ვერავის ვერ ვენდობიო დედოფალ გვინიერას ერთგულების რკინის სარტყელი შემოვარტყიო მოქლომი დავადე და სამეფოსაც შენ გიტოვებ და გასაღებსაც მე ომში მივდივარო და შემოახტა ცხენს და გაქუსტო და გალავანს არ იყო გასცდენილი და მოძდევს ლანსელოტი მეფეო უკვე შეეშინდა მას ხომ მშვიდობაა რა მოხდაო მშვიდობა ეთყობა გასაღები აგერია სხვა გასაღები მოგიციაო იადგა უბანში ჩემი მეზობლები სომხები მინდა მიულოცოთ ჩემ ჯიგრებს ახალი წელი ჯანმრთელობა მიცეთ ღმერთმა მართლა იციან ახლობლობას მეზობლობას ურთიერთობას როგორ გითხარით მას შენმა მეგობარმა ფეხით მომიკაკუნებო ხო ახალ წელს ხომ მოხვალ ჩემთან მოვალაბარას ვიზავ მეთქი ხო ფეხით მოარტყი რა რატომ მეთქი და მახომ ხელსარელი არ მოხვალ ორივე ხელი უნდა დაკავებული და ფეხით როარტყი რა რატო ჟანეს ოლიმპიადები რო უყურე ახლა თო გიჟები არიან თო იძახიან რამე 400 მეტრი უნდებიან წუთზე მეტი გარბენას ჩემი ძმა 400 მეტრი 20 წამში გარბის ბრატ შო მე უთხარი რანაირად გარბის 20 წამში თო ოლიმპიადაზე მე უთხარი სოფლიო რეკორდი მოხსნა აფრიკელმა ვეიდ ვან ნიკერკმა 400 მეტრი გაირბინა 53 და 300 წამში ეგ არის სოფლიო რეკორდი შენი ძმა 20 წამში როგორ გარბის მე უთხარი ჩემი ძმა მოკლე გზა იცის მამიბოდეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი შემდეგი სტუმრები ბატონები მურმან შათილიშვილი და ამირან ჩხაიძე მოგესალმებით გურბასო ხალხო მათ ვარ დარწმუნებული ძალიან ბევრს გაუხარდა თქვენი დანახვა იმიტომ რომ აი უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით შეიყვარა თქვენი დუეტი ქართველმა მსმენელმა და ქართველმა მაყურებელმა და ვისარგებლებ შემთხვევით მათთან ერთად მოგილოცავთ სული და გული ჩობა ახალწელს დიდი მადლობა. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო. გაიხარეთ. დიდი მადლობა. მოგილოცავ თელ საქართველოს მიულოცავ, ყველა მიყოს ბედნიერი, ყველა მიყოს ჯანმრთელი და მშვიდობა იყოს ყველა სახში. გაიხარეთ. ძალიან ბატონო მურმან, თქვენ განსაკუთრებით გეტყვით გვემღერებოდეს ბატონო, მეტი არაფერი არ მინდა მე. გვემღერებო. აი ხარეთ ყველანი. თელ საქართველოს საუბრობ. ფენს თვალწინ გაიარა ქუთაისის არაერთი კოლორიტის ცხოვრებამ და უამრავი ისტორიის აი ცოცხალი მომსწრე ხარ და მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ კი ბატონო ქუთაისში ცხოვრობდა ერთი გადასარევი კარგი კაცი უგანათლებულესი კაცი გურამ უგრეხელიძე ასეთი ადვოკატი იყო სულ თავზე დამოსდა აი მინდია უგრეხელიძის კი ბატონი მინდიას მამა კი ბატონო მგონი ყველა იცნობს მინდიას და ამ კაცს ჰქონდა რაღაც არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი რაღაცა. ერთხელ მიყვება რომ ვანი და ბაღდათი ხო მეზობლები არიან. და მოსამართლე ყავდათ ერთი გადასარევი ჯილფასი კაცი. ნუ ამ მოსამართლეები ყველა ნამოსწრებულები არიან და ესე. ერთხელ ამას რაც შემომითოლა მიშველი რაღაცა ბატონო გურამო. რაია მიგირავენ კაცო. რაფერ გიჯერება მოსამართლე კაცო, რაფერ გიჯერება. ჩავედი გავარბიე საქმეები აქ დიდი ძლივს დევიფსკვენი ციხიდანო. რადო მე ვთქარი. ახლა რა ვთქი? ასამართლებს თუ მე ვიღაცას თლა წყალწაღებული კაცი ყოფილა. უმარტი უბედური აქ. ინძურია. და რო ასამართლებს ამას შეკითხვი ეგ. მოსამართლე შეეკითხა თუ ეს იყო მილორავა, სიმონიკა მილორავა იყო ასეთი. ბიჭო კომუნისტური პარტიის წევრი თუ იყავი ოდესმე. არა გაწო იმას კომსომოლაში თუ იყავი კომსომოლაში არა ვარც კომსომოლაში არ ყოფილა
პიონერია რო იყო პატარებისთვის იმაში თუ იყავი ადრეო იმის წევრი თუ იყავი არაო არც იქანო აბა საგაფუჭდი ასე შეშულა არტისტები თუ არ ყოფილიყარ საგაფუჭდი იგი რამე თურმე ამის გული ძლივს გამოვაგდე ციხიდან საწყალი აცხონოს მოდა დიდებული კაცი იყო ადვოკატი ირაკლი შალვასზე ნიჟარაძე მაგრამ ეძახდნენ სულ იმაზე ნისჩასტნი ადვოკატი ერთ საქმე არ ქონდა მოგებული ამეტანი წარმატებული ყოფილა თავის საქმეში ხო და ერთხელ იცავს კაცო ებრაელს რაღაცას ამ ებრაელს რაცა დიდი დანაშაული არა აქვს მაგრამ მიცენ რაღაცა 2 თვე თუ 3 თვე რო იყო იძულება სამუშაო და ირაკლი შალვარიჩმა უთხრა შენო არ ვიციო შეიძლება მაყოფილიყო შენო ამ შედეგით მე ვგრძნობ თავს შეურაც ყოფილა რას ქვია შენ მაგენმა 3 თვე მოგწე წამოდი ახლა თბილისში წავიდეთ უზენაეში და ვარ ვიოთ ეს საქმე თავიდან დავიწყოთ იგი და რას ქვია 3 თვე მოგწე შენ უნდა გამოხვიდე გარეთ ამ წუთში ჩამევიდეთ თბილისში ნუ ახლა იფული აიღარჯა გზა იგი საჭმელი იქანა კიდე რაც ხაიგებული ყველაფერზე ყაბულია ეს ებრაელი ოღონდ იგი არის ჩავიდნენ და დაშალენ ესე მე დაიწყო ხელახლა ძიება კიდე გევიდა სასამართლოზე სახ 2 წელიწადს აძლევენ ციხეს ამოებრა ისე წევიდა გადაირი ებრაელი გახმას არის მოსამართლე ხო ეკითხება ბოლოს იმას დამნაშავე ვინც არის აბა დამნაშავე ბოლოს რას ხო სასამართლოს ადვოკატ გამჩერე დანარჩენ მე მიხედავ ყველაფერს ებრაელი ეს გამიჯერე ელეკილი გამჩერე დანარჩენ მე მიხედავ ყველაფერს კარგია ახლა ბატონო მურმან და ბატონო ამირან ჩვენი ის საფირმო დუეტი რო შევასრულოთ იმერული ღიღინი რომელიც ამ შემადგენლობით არ შესრულებულა და მე ვფიქრობ ეს ძალიან დაამშვენებს ჩვენს საახალწლო ეთერს აბა გქონდა ჩიდომები შემომსხედა რანახეზე და ღელეში ჩახატულან ერეთა შენ ყოველთვის გამაწყარალი ხარ ჩემზე მეტი მუდამ ყოფნა მინდა შენთან შენ ყოველთვის გამაწყარალი ხარ ჩემზე მეტი მუდამ ყოფნა მინდა შენთან ზეცა აიმღრა ქალის გულივი მალე წამოვაწვიმა და თქეში ზემო იმერელა ზნაურივით მიყვანწება ბილიკი ტყეში ზემო იმერელა ზნაურივით მიყვანწება ბილიკი ტყეში აქ მიყვარდა ერთი გოგო აიბნებდა განგებღილებს იქნებ ხლა აკვან სურწელს თვალ ბრიალა შვილი შვილებს იქნებ ხლა აკვან სურწელს თვალ ბრიალა შვილი შვილებს მეთქვა არ მეთქვა ჩემს გულში დარდმა იდავა იომა თვარს რომ იმდენი უმღერე რა დაგიშავა რიომა თვარს რომ იმდენი უმღერე Jorada Gishawa უღრმესი მადლობა ჩვენს სტუმრებს ბატონებს
მურმან შათირიშვილს და ამირან ჩხაიძეს. მადლობა. ჩვენი სტუმრები არიან გუფი ურსა. როგორ ხარ ჩემო ძირფასო ურსანებო, ეს ის შემთხვევა პირდაპირ იქაც რომ უნდა მოვკიდოთ ხელი და მოგილოცოთ და დაგლოცოთ აი ეს შობა ახალი წელი ხოროდეთ საუკეთესო. ბედნიერებთან ერთად. გილოცავთ გილოცავთ სრულიად საქართველოს ახალწელს. ბედნიერების წელიწადი გქონოდეს. ნამდვილად სიყვარულის ერთად ყოფნის რაც თავარია და ყველაფერი საუკეთესო წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაიხარეთ. ამინ. მიულოცოთ გაუმარჯოს. ჩვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს. გაუმარჯოს. ყველაზე უფრო ასე ვთქვათ მხარგაშლილი სწორედ შენ შეხვდი ამ ახალწელს, იმიტომ რომ პატარა ანდრია ძოწენიძე ყავს სახლში, რომელიც 4 თვის არის და მიულოცოთ ანდრიას და მასთან ერთად ყველა ბავშვს. მითხარი, როგორ შეხვდა ახალწელს და როგორ არის? საოცარი წელი მქონდა, ზოგადად მქონდა ყველას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა ამ წელს ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად იყო ანდრიას დაბადება და მასთან ერთად პირველი ახალი წელი. ეს იყო საოცარი სიყვარულით სავსე დღეები. არ ვიცი, ენით ცოტა რთულია ამის გადმოცემა, ესე იმდენად ზღვა ემოცია, იმდენად ზღვა სიყვარულია, რომ უბრალოდ უნდა შეირგო, მადლობა გადაუხადო უფალს, ცხოვრებას და დატკბე ამ საოცარი დღეებით. მე როგორც ვიცი, ქუთაისთან დაკავშირებით გაქვთ თქვენ ერთი საინტერესო ამბავი და მოდი ეს გავიხსენოთ ამ საახალწლოდ. ეხა ხას მოხდა ძალიან ეხა თითოს უკან. გიო გამოიყურება როგორ ეხა თეთრი შარჭი გააცვია, პერანგი, სმოკინგი მოკლედ და ისე გამოიყურება როგორც პირობითად იქ მომუშავე პერსონალი. და ეს ჩამოიარა ბავშვებთან და როგორ იცი, აი რო გაულის ხოლმე ხალხს ესე ძალიან ესე გემრიელად თვითონ გახედავს და შეხედავს თვალებში ეს და ელოდება მზერას და მერე გაუღიმებს ხოლმე და ეს 10 ბავშვი ზიან ეხა გემრიელად იქ ელოდებიან რაღაცას და გაუარა გიომ და ესე გახედა გონი ამ სურათის გადაღება უნდა იმათაც გაუღიმეს და გამარჯობა მან უთხრა ახლა შევიდა ხა იმაში კომუნიკაციაში და იმათაც გამარჯობათო და ეს ელოდება ხა უნდა დაიწყოს რომ აი მადლობა სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის და უკაცრავად ხინკალი მალე იქნება ო გავშვი 15 წუთში მოგიდა 15 წუთში იქნება ხინკალი შევედი დავაჩქარებინე რო იცნება მამაო ვინმესო მეგობრებო, ნება მივოდეთ წარმოგიდგინოთ მალაყმაძეების ულამაზესი ოჯახი. ისინი დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ჩამობრძანდნენ აჭარიდან, კერძოდ იმ უმშვენიერესი ხეობიდან, რომელსაც მაჭახელა ეწოდება. მოგესალმებით, ჩემო ძირფასო მეგობრებო. მადლობა ჩამობრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა დაგლოცოთ ყველაფერი საუკეთესო გისურვებთ თქვენს ულამაზეს კუთხეს, მთელ ჩვენს სამშობლოს, სიკეთე და გახარება მოგცეს ღმერთმა. ისოც აიხაროს ბატონობია, იდეალიანი წელი მოხდეს ყველა. დაგიმარჯოს, გამარჯვებული იყოთ ყველა. გაიხარეთ. მაყურებელს დარწმუნებული ვარ, ახსოვს თქვენი წინა სტუმრობა. იმის შემდგომ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომ მატება ჩემო ბატონო და ეს მატება სახეზეა, იმიტომ რომ შესანიშნავი რძალი შემობრძანდა თქვენს ოჯახში შარშან, ასე რომ ამ ხრივ გამორჩეული წელი იყო, ლიკა შემოემატა და ჩემი გურამი გაბედნიერდა და აი ესეთი წინვალე ამბავია მალაყმაძეების ოჯახში. მითხარით, ეხლა როგორი იყო ქორწილის პერიპეტიები და ყველას მინდა კითხოთ ეს ამბავი. ჩვენ პირველად რომ მივხვდით როგორსო, ჩემი შვილი დავაშკაცდა და შეყვარებული ყავს. პირველი თქოვე მეუღლეს რომ გეხვეწები, არ გავჭიმოთ მეთქი. რამდენსაც გავჭიმავთ, იმდენი საქმე უფრო ცუდად წავა. დავაჩქაროთ. დაჩქარებაში ჩავთეთ ჩემი მეგობრები მყავს დღეს სახეზე იქნება გივი და გოჩა პარტიზანები ერთად ვსწავლობდით ერთად შემოგვიერთებიან ცოტა ხანში. რა თქმა უნდა. ახლა თავარ ხალხთან გადავარ. ჩემო ლიკა და გურამ. მითხარით თქვენ როგორ ხართ, როგორ მიდის ოჯახური ცხოვრება და რას გვეტყვით ამ ახალწელს? პირველ რიგში მოგესალმებით, მიულოცავთ ეს საქართველოს ახალწელს, მრავალს ჯამთელად ბედნიერად ყოფილიყავით მთელი საქართველო. Ну, რაც შეეხება ეს წელი, ნაყოფიერი წელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. Ну, ყველაზე კარგი სახეზია, დავხორტილდი. რაც ძალიან მიხარია. ბევრი ვიშრომე, შეიძლება თქვა, გავისარჯე და ну, საბოლოოდ მოვიგე ჩემი მეუღლის გული. ახლა შენი მხრიდან ეს შენივრად ჩამოყალიბდა და მოდი, ლიკა შენ მინდა კითხო ჩემი გიფოზო. მოგესალმებით პირველ რიგში. გილოცავთ შობა ახალწელს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ წელს. რაც შეეხება ჩვენს ქორწილს, ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო, მართლა გრანდიოზული გამოვიდა და განსაკუთრებული. კარგად ჩაიარა და კარგად დასრულდა ყველაფერი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. ათე მითხარი, შენს კი რა ხდება და რას გვეტყვი ამ ახალწელს? გილოცავთ პირველ რიგში შობა ახალწელს. ჩემსკენ დიდი სიხარული წამოვიდა ჩემს ძმასთან დაკავშირებით, მიხარო და რაც შემეწოდა, რითაც შემეწო, ვეხმარებოდი ყველაფერში.
სხვათა შორის ბატონოგია ცოტა ბავშვური მაიმუნობა დაყვება და ყველგან უკვე გაავრცელა სიტუაცია რომ მე რომ დავქორწინდები აუცილებლად უნდა მოვიყვანო გოგო სახელად ლიკავ მაგრამ მას მარტო მე არა პატარა შვილი თქოს ორისე ის თუ დაქორწინდება შევეხვერტები რომ მოძებნოს ესეთი გოგო რომ ლიკა ერქვას და აბა რა იყო და დედიო რომ გაბრაზდებიო ლიკ რომ დაგიწყო ასე ისო პათოლოგია მათახელი ხელცარი ნამდვილად არ გიახელით აჭახლის თოფის რობილი კაცო ჩვენი ხობიდან ჩვენი ოსტატიდან და ჩვენი სახელით მინდა რომ გადმოგცეთ დიდი მადლობა თოფი მეთოფეს და მეთოფეს ოგელსო ხო დიდი მადლობა გაიხარეთ მე როგორც ვიცი არა მხოლოდ ეს თოფი არამედ შვენიერი აჭარული მუსიკალურ ქორეოგრაფიული კომპოზიციაც გაქვს ჩამოტანილი და ალბათ როა რომ თხოვოთ თქვენს მეგობრებს შემოგვიერთდეთ და შევასრულოთ ეს ყველაფერი ჩვენ შოუში დიდი სიამოვნებით ჩემი თავშემოგებთ აბაკო თუ ქართველი ხარ რას ფიქრობ თუ ვაშკაცი ხარ რას სამეთქვი ესმის იქ დაგლარჯეჩი როგორ მღერიან ბავშვები ეგლამაზი გაბატინდა ვინ მოგიტანა Madiyam chema magagam man momitana Chema madiyam chema magagam man momitana Kurdistani swavile bin momitana Kurdistani swavile bin momitana Chema madiyam chema magagam man momitana Chema madiyam chema magagam man momitana
დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს აჭარიდან. ეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ სულით და გულით გილოცავთ შობა ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.